მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანი, თბილისის ღვთისმშობლის ტაძრად მეყვანების ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი. მოგესალმებით, მამაო და მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მეც მოგესალმებით და მივესალმები ჩვენი ტელევიზიის მაყურებლებს. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია თქვენმა სტუმრობამ ჩვენთან, უკვე მესამედ ხართ ამ გადაცემაში და ძველ აღთქმას მივყვებით. რაღაცა მამაშვილობის პრიზმაში განვიხილეთ ჩვენ პატრიარქები და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გაგრძელება იმ თემის, რაც ჩვენ საუბრობდით, ეს არის პერიოდი, რომელიცაც განცდის დღეს ეძახის სოლომონ მეფე. ანუ ეს 40 წელი, რომელიც იხეტიალეს ებრაელებმა უდაბნოში, ძალიან ბევრი მეტაფორა არსებობს ამასთან დაკავშირებით. ძალიან გვაქვს ჩვენ სიცოცხლესაც, თითქოს ადამიანი სულ არჩევანის წინაშეა აღთქმულ მიწასა და სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის. არ ვიცი ჩვენ რამდენად მოვასწრებთ ამდენს, მაგრამ დღეს ვსაუბრობთ მოსეზე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ყველაზე ძალიან რაღაცნაირი მგრძნობიარე ჩემთვის პატრიარქი, რომელიც 120 წელი ცხოვრობდა და მისი ცხოვრება რაღაცა ეტაპებადაც კი იყოფა, პირველი, მეორე და მესამე და ძალიან საინტერესო იქნება მოსეზე საუბარი თქვენთან. დიახ. უკლედ დავიწყოთ საუბარი იმის თაობაზე, რომ მოსე წინასწარმეტყველის დაბადებამდე გარკვეული პერიოდი გავიდა და აი ეს პერიოდი მინდა მიმოვიხილოთ სხვანაირად გადაბმა არ გამოვა ისეთი როგორიც გვინდა რომ გამოვიდეს ჩვენი გადაცემა. ის რომ ებრაელები უნდა ჩასულიყვნენ აუცილებლად ეგვიპტეში, ამის შესახებ ჯერ კიდევ ა ブラ ამ მამამთავარს ეუწყა ღვთისაგან. მას უთხრა ღმერთმა, არა ის რომ მას გარკვეული დროით მცირედი ხნით თავის ცოლთან ერთად მოუწია ეგვიპტეში ჩასვლა, ამის გარდა მან ღვთისაგან მიიღო უწყება იმის თაობაზე, რომ მისი ხალხი, ანუ მისი შთამომავლობა აღმოჩნდებოდა 400 წლის განმავლობაში ეგვიპტეში და იქვე არის ასეთი სიტყვები ნათქვამი, რომ ეს წლები იქნება ძალიან მძიმე და ტკივილთან დაკავშირებული. ეს ა ブラ ამ იცოდა წინ და წინ ამის თაობაზე. სხვათა შორის მინდა გითხრათ ისიც, რომ მამამთავარმა იაკობმაც, რომელსაც ძალიან ეძნელებოდა ეგვიპტეში ჩასვლა და იოსებმა ძალიან კარგად იცოდა მამამისის ბუნება და ხასიათი, სანამ ბენიამინი არ დაიტოვა მძევლად და ბენიამინის გამოისობით არ მოუწოდა თავის მამას, რომ ჩამოსულიყო ეგვიპტეში, იაკობი არ თანხმდებოდა. იაკობს, რა თქმა უნდა, ეშინოდა, რომ მისი ხალხი, ის მცირე ოჯახი, რომელიც მას ჰქონდა 70 კაციანი წევრებისაგან შედგებოდა მისი ოჯახი, 70 ადამიანისაგან შედგებოდა მისი ოჯახი, არ მომკვდარიყვნენ ისეთ გარემოში, რაც გამოიწვევდა მათ ასიმილაციას და ის გზა, ის მისია, რაც ებრაელს ერს უნდა დაკისრებოდა, შეიძლებოდა საფრთხის ქვეშ დამდგარიყო. მე შეგახსენებთ წინა გადაცემაშიდაც ვახსენეთ, რომ იაკობმა სხერფშეწირვა აღასრულა და ეს იყო ერთგვარი დიალოგი ღმერთთან მისი და იქ მიიღო მანაც მსგავსი გამოცხადება, რომ მას არ შეშინებოდა ეგვიპტეში ჩასვლის, რადგანაც ღმერთი თვითონ გამოიყვანდა იქიდან შემდგომში მათ. თუმცა განსხვავება ა ブラ ამსა და იაკობისა ამ გამოცხადებას შორის არის ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი. იქ საუბარია ა ブラ ამთან 400 წელზე, იაკობს ეთყობა მოუფრთხილ და უფალ და არ უთხრა მას, რომ 400 წელი გაგრძელდებოდა მათი იქ ყოფნა და ამავდროულად აი ეს ტკივილიც, ანუ მონობა, რაც ებრაელმა ერმა განიცადა ეგვიპტეში ყოფნის დროს, ეს იაკობისთვის არ უთქვავს უფალს. ეს განსხვავება მინდა რომ აუცილებლად დაფიქსირდეს. ისინი როგორც უკვე წინა გადაცემებშიც ვისაუბრეთ, ჩასახლდნენ ეგვიპტეში
მათ ეგვიპტის ფარაონმა იოსების დიდი დამსახურებისა გამო მისცა არჩევანი თუ სად დასახლდებოდნენ ისინი და მაშინ თქვით რომ ისინი დასახლდნენ ეგვიპტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ეს არის გესემის მხარე, სადაც მათ მეტი საშუალება ჰქონდათ იმისა, რომ მათი შეხვედრა, ანუ აქტიური თანამყოფობა ეგვიპტელებთან, ანუ წარმართებთან არ ქონოდათ. ეს იყო არსებითი მისია, რისთვისაც იქით მიილტოდნენ ისინი და აი ესე განცალკევებით გადაწყვიტეს მათ ცხოვრება. ახლა ჩვენ თუ არ მიმოვიხილავთ ეგვიპტეს და არ გავარკვევთ რაშია საქმე, რა გახდა ებრაელთა ასეთი ყოფის გაუარესების მიზეზი, რა თქმა უნდა ძალიან გაღარიბებული გამოვა ჩვენი გადაცემა. ამიტომ მინდა ცოტა დრო დავუთმოთ ეგვიპტეს. ეგვიპტე გახლავთ აფრიკის კონტინენტის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, რომლის და ისინი არიან გამიტები. აქ ცხოვრობენ ისინი ათასწლეულების განმავლობაში უკვე და მათი რელიგია არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ თავდაპირველად შესაძლებელია ყოფილიყო მონოთეისტური, მაგრამ ამისი მტკიცებულებები არ არსებობს, ასე რომ ტენდენციური შეიძლება იყოს ეს შეფასება. ისინი არიან წარმართები, ანუ აი არსებითად თითქმის ყველაფერში ღმერთს ხედავენ. ყველა ტომს ყავდა თავისი ღმერთი. ღმერთები იყვნენ მათთვის ცხოველები, ფრინველები და ქვეწარმავლებიც კი წარმოიდგინეთ ერთ-ერთი ტომის მთავარი ღვთაება იყო გველი. აი ასეთი ხალხი ცხოვრობდა ეგვიპტეში. მაგრამ მთავარი არის სხვა და მე მინდა ამის შესახებ მოგახსენოთ. არის ასეთი ცნობილი ქურუმი მესამე საუკუნის ჩვენ წელთაღრიცხვამდე მანეთონი, რომელიც აღწერს ეგვიპტის ცხოვრებას, მან დაყო დინასტიებად ეგვიპტელი ხალხი, ფარაონების შესახებაც მისგან არის ბევრი რამ ჩვენთვის ცნობილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უკლედ მანეთონი ყვება იმის დაობაზე, რომ როდესაც ებრაელები ჩავიდნენ, ანუ გულისხმობ იოსების ჩასვლას ეგვიპტეში, ეს იყო 1700-1600-იანი წლები ჩვენს წელთაღრიცხვამდე. და ეს მანეთონის მიერ მოპოვებული ინფორმაციების საფუძველზე, ის ისტორიკოსია ამავდროულად, ირკვევა, რომ როდესაც იოსები იმყოფება ეგვიპტის ქვეყანაში, ამ დროს ეგვიპტეს არ მართავენ ეთნიკურად ეგვიპტელები. ის ყვება იმის თაობაზე, რომ 1700-იან წლებში ჩრდილოეთის მხრიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან შემოვიდნენ უცხო ტომები, მათ მანეთონი ბარბაროსებად და ველურ ხალხად მოიხსენიებს. მათ თავდაპირველად აიღეს ქალაქი ავარისი, რომელიც ჩრდილოეთით მდებარეობდა და იქ გამაგრდნენ პირველად და შემდეგ დაიწყეს თანდათანობით ეგვიპტის დაპყრობა. ისინი მებრძოლი ხალხი იყვნენ, როგორც მანეთონი წერს და მათ თავდაპირველად კი გაუჭირდათ, მაგრამ შემდგომში წარმატებით განახორციელეს ეს დაპყრობითი ომები და აიღეს ქალაქი მემფისიც, დედაქალაქი და გამაგრდნენ, როგორც იტყვიან, საფუძვლიანად და დაიწყეს ქვეყნის მართვა. აი ეს მანეთონის ეს შეფასება, რომ ისინი ველური ხალხი იყო და ყველაფერს ანადგურებდნენ, რაც ხდებოდა წინ და ეგვიპტურ ცივილიზაციას ანადგურებდნენ, სხვა წყაროების მიხედვით არ დასტურდება. პირიქით საუბრობენ იმის თაობაზე, რომ ჰიქსოსებად მოიხსენიებს მას მანეთონი. მისი სხვა წყაროები, ალტერნატიული წყაროები საუბრობენ იმის თაობაზე, რომ ესენი არ იყვნენ მომთაბარე ხალხი და ესეთი ველური ხალხი, შეიძლება მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ, მაგრამ ველურები ნამდვილად არ იყვნენ. მათ თითქმის ხელი არ შეუშლიათ არაფრისთვის, ისევ თავიანთ ტიტულატურაში დაიტოვეს ისევ ფარაონი, რეგიონებს მართავდნენ ადგილობრივი წარმოშობის ხალხი,
ეგვიპტელები ნომარქებს ეძახდნენ მათ და შეიძლება ითქვას რომ მათ ტაძრებიც ააშენეს, არაფერი არ გაუნადგურებიათ მათ. პირიქით უფრო მეცაც გეტყვით, მათ შეიტანეს ეგვიპტეში რთული საბრძოლო შვილდისარი, რომელიც აუცილებელი იყო საბრძოლო მოქმედებებისთვის. მათ შექმნეს და შეიტანეს მსუბუქი საბრძოლო ეტლები, რომელიც გამოიყენებოდა ბრძოლის დროს და უფრო მეტიც მათ მოაშენეს ცხენსაშენები გააკეთეს მათ ისეთი, სადაც გამოყავდათ ეს საოცარი ჯიშები, ცხენების, რომლებიც გამოიყენებოდა აი ამ საბრძოლო მოქმედებებში. ასე რომ სხვადასხვა წყაროები სხვადასხვა ინფორმაციას გვაძლევენ. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ანეთონი სუბიექტურია, რა თქმა უნდა, ის ეგვიპტელია და ის ცდილობს, რომ დახატოს ისეთი სურათი, თითქოს და ეგვიპტელები დაჩაგრულები იყვნენ. დაჩაგრულები იყვნენ, იმიტომ რომ მათ ხელისუფლება დააკარგეს, მაგრამ მათ მიმართ ესეთი აგრესია არ ვლინდება. აი, ქალბატონო მარინა, ზუსტად ამის თქმა მინდოდა, რომ იოსების წარმატების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებელია იყოს მათი ეთნიკური იდენტობა. ისინი სემიტები იყვნენ. ჰიქსოსებად, რომელსაც მოიხსენიებენ და პრობლემები. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ტექსტი ამის საშუალებას არ გვაძლევს, რომ ეს ნამდვილად ან დავადასტუროთ, ან ვუარყოთ, მაგრამ შესაძლებელია ქვეცნობიერად, რა თქმა უნდა, იმ დროინდელ ფარაონს, რომელიც კეთილგანწყობილია იოსების მიმართ და მას ამხელა პატივს და დიდებას მიანიჭებს, ის ხედავს და მასში თავის მონათესავე ეთნიკურ სემიტს და ამანაც შეიძლება განაპირობა ის, რომ ებრაელები ამდენი ხნის განმავლობაში ასე თბილად და წყნარად ცხოვრობდნენ და თავიანთ საქმეს აკეთებდნენ, ისინი იზოლირებულად ცხოვრობდნენ, როგორც გითხარით და მათ დიდი ესეთი ასიმილაციის საფრთხე ეგვიპტელებთან არ ემუქრებოდა. პირიქით, მათ ასიმილაცია ჰქონდათ არაბეთის ნახევარკუნძულზე მცხოვრებ ხალხებთან, რომლებიც, რა თქმა უნდა, სემიტები იყვნენ და მათთან ნათესაობრივი კავშირი ჰქონდათ მათ. შემდგომში რა მოხდა? შემდგომში თანდათანობით დაახლოებით 100-120 წელი გაგრძელდა ჰიქსოსთა ბატონობა ეგვიპტეში. და შემდგომში, როგორც ჩანს, მოძლიერდა ადგილობრივი ეგვიპტური თემი და მათ თანდათანობით დაიწყეს ჰიქსოსების შევიწროება და განდევნეს შემდეგ ისინი ქვეყნიდან და მთლიანად დაეუფლენ ისევ აი ამ ქალაქებს, რომლებიც მათ მანამდე დაკარგული ყავდათ და ჰიქსოსთა ბატონობის ქვეშ იმყოფებოდნენ. აი ეს პერიოდია ზუსტად რა დროსაც იოსებს და მის ოჯახს უწევს ეგვიპტეში ყოფნა. მაგრამ შემდგომში, როდესაც ქვეყანაში ბრუნდებიან ადგილობრივი ტომები, ადგილობრივი ხალხი, რომლებიც ეგვიპტელებად იწოდებიან, მათ დაიწყეს შევიწროება, როგორც ჩანს, ისინი მოკავშირეებად თვლიდნენ ებრაელებს ჰიქსოსების და შესაძლებელია, რომ ეს მართლაც ასე ყოფილიყო. აქედან იწყება ებრაელთა მდგომარეობის გაუარესება. გარდაიცვლება იოსები, მამამთავარი. ესეთი პარადოქსია, მაგრამ ასეთ ფაქტია, რომ იოსები არის მე-11 შვილი იაკობის, მის შემდეგ არის მხოლოდ ბენიამინი და პირველი გარდაიცვლება იოსები. მე კიდევ ერთხელ მინდა დავუბრუნო ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის. გახსოვთ ალბათ წინა გადაცემებში მე ვსაუბრობდი, რომ ძმები ძალიან განიცდიდნენ მამის გარდაცვალებას და ფიქრობდნენ, რომ მამა თუ გარდაიცვლებოდა, შესაძლებელია იოსებს მათზე შური ეძია იმის გამო, რაც მათ გაუკეთეს საკუთარ ძმას. და როდესაც მამა გარდაიცვალა და ის უნდა დაეკრძალათ, ძმების ეს საუბარი მოისმინა იოსებმა და უთხრა მათ ასეთი საოცარი სიტყვები, რომ მართალიაო, მამაო, მოკვდაო, მაგრამო, მამაჩემის ღმერთიო, ცოცხალიაო. ანუ ამით მიანიშნა მათ იმის შესახებ, რომ ის არავითარ შემთხვევაში მათ არ უნტრობდა, რადგანაც იოსები ძალიან კარგად ხედავდა ის, რაც მის თავს მოხდა და რაც მას დაატყდა თავს, გულისხმობისი ეგვიპტეში ჩაყვანა და გაყიდვა. ეს ღვთის პროვიდენცია იყო, რადგანაც
სხვანაირად მართალი ოჯახი ვერ გადარჩებოდა და ის უნდა ყოფილიყო აუცილებლად აი ამ ოჯახის სათავეში, რომელიც ამ მისიას შეასრულებდა. ამიტომაც ჩვენ ვერსად ვერ ვნახეთ წმინდა წერილში, მიუხედავად იმისა, რომ როგორც გითხარით, იოსები უფრო ადრე წავიდა მათგან განსხვავებით, მას რაიმე ბოროტება გაეკეთებინოს, გაფიქრებაც კი არ ჩანს, რომ ის რაიმე შურისძიებას აპირებდა საკუთარ ძმებთან, მას უსაზღვროდ უყვარდა თავისი მამა, თავისი დედმამიშვილები, თავისი ხალხი და ამიტომაც მან არაფერი მათ წინააღმდეგ არ მოიმოქმედა. გარდაიცვალა იოსებიც, გარდაიცვალნენ მისი ძმებიც და სამწუხაროდ აი ამ პერიოდს, რაღაც თითქმის 250 წლიან პერიოდს ბიბლია აღარ უბრუნდება, არაფერს არ გვეუბნება ამის შესახებ, გამოსვლათა წიგნი იწყება უშუალოდ მოსეს დაბადებით. მაგრამ ეს ექსკურსი აუცილებლად გჭირდებოდა ქალბატონო მარინა იმისთვის, რომ ჩვენ უკეთესად გავერკვეთ რა მოხდა ეგვიპტეში. ადგილობრივების დაბრუნების შემდეგ, როდესაც მათ უკვე ხელისუფლება დაიბრუნეს, მათ გაუჩნდათ შიში. ამ დროისთვის ებრაელები არიან უკვე საკმაოდ გამრავლებულები, სხვადასხვა წყაროების მიხედვით ეს არის 2 მილიონიდან 2 მილიონ ნახევრამდე. იოსებ ფლავიუსი ცნობილი საეკლესიო მწერალი ებრაელი ის წერს, რომ 1-სა და 2-ს კი არა ჩენდენო ებრაელი ქალებიო, 3-ს და 4-საც ჩენდენო ებრაელი ქალები. ისეთ მრავლდებოდნენ ისინი. ეს რა თქმა უნდა ღვთის დაშვებით ხდებოდა, ღვთის განგებულება იყო ასეთი, რაღაც ყველა უბედურებას რაღაც თავისი რაღაც პოზიტივიც გააჩნია ხოლმე და მას თუ არ გავიგებთ, გაგვიჭირდება ძალიან. აი მიუხედავად იმისა, რომ ესენი ასეთ მძიმე პირობებში იმყოფებოდნენ, საოცრად მრავლდებოდნენ ისინი. და პირველი ბრძანება, რაც გამოსცა ფარაონმა, აი ეს მზარდი დინამიკა, რომ შეეჩერებინა მათი, მძიმე სამუშაოები დაუწესეს მათ. უმძიმესი სამუშაოები, მიუხედავად იმისა, რომ ებრაელები მეცხოველეობას მისდევდნენ, მაგრამ ისინი როგორც ჩანს ჩაართეს აი ამ საყოფაცხოვრებო საქმიანობაში და დააწყებიეს ქალაქების მშენებლობა. ერთ-ერთი ასეთი ქალაქი იყო თებეს მშენებლობა, კიდევ სხვა ქალაქების პითობის მშენებლობა, ასეთი ქალაქი იყო, სადაც მათ ევალებოდათ დაემზადებინათ აგური, სამშენებლო აგური იმისათვის, რომ ქალაქები აეშენებინათ. თავდაპირველად ისინი აი ამ მასაში, რითაც აგურს აკეთებდნენ, ურევდნენ ბზეს. ბზე იცით ალბათ რაც არის, ეს არის თავთავს რომ აიღებენ, შემდგომში რომ რჩება ეს ღეროები. აი ამ ღეროებს ჭრიდნენ და ამას ურევდნენ, რომ კვრივი და მაგარი გამოსულიყო ეს აგური. და როდესაც შემდეგ შეუმცირეს მათ და ეს შემცირება გულისხმობდა იმას, რომ შრომის პირობები მძიმდებოდა მათთვის. და შემდეგ საერთოდ აუკრძალეს მისი გამოყენება აი ამ აგურებში მასალად. რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ ყოფით მდგომარეობას და სხვათა შორის ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები ამ ქალაქში და პითობის გათხრებით სახელწოდებითაა ეს ცნობილი და იქ აღმოჩნდა, რომ ქვედა ნაწილში არის ძალიან ბევრი ბზე გამოყენებული, ზედა ნაწილში ნაკლები და სულ ზემოთ აღარ არის საერთოდ ბზე გამოყენებული. დავით მეფე მეფსალმუნე 104 ფსალმუნში ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ ფარაონზე საუბრობს იგი, ზაკვით ცდილობდა ებრაელთა მოსპობას, ანუ განადგურებას აი ამ მძიმე შრომით. ის ფიქრობდა, რომ ეს გამრავლების ნაყოფიერების ტემპით შეჩერდებოდა და ისინი ვერ გააგრძელებდნენ, ასე ვთქვათ, ამ მზარდ დინამიკას. მაგრამ ივანე ოქროპირი ამბობს, რაც უფრო მეტად უმძიმებდნენ შრომასო, მით უფრო მრავლდებოდნენ ებრაელები. რადგანაც ამ პირველმა ასეთმა სადამსჯელო ოპერაციამ შედეგი ვერ მოიტანა, ისეთი როგორც ფარაონის განზრახვაში იყო, შემდეგ გადაწყვიტეს დაეხოცათ ყველა მამრობითი სქესის წული, რომელიც დაიბადებოდა. ისინი უნდა მოეკლათ იმისათვის, რომ არ გამრავლებულიყვნენ და მამაკაცებს თუ გაანადგურებდნენ, შესაბამისად შეფერხება იქნებოდა გამრავლებაში. აი ამ დროს იბადება სწორედ მოსე წინასწარმეტყველი, რომელიც დაიბადა ამრამის და იოქაბედის ოჯახში, მისი მშობლები იყვნენ
მათ მანამდე ყავდათ უკვე ორი შვილი, აარონი, რომელიც მოსეზე უფროსია და კიდევ უფროსი და მარიამი, რომელიც კიდევ უფრო უფროსია. აარონის დროს ეს ბრძანება ჯერ არ იყო გამოსული, შესაბამისად აარონი გადაურჩა ამ ბრძანების გამოსვლას და აღსრულებას მასზე და აი მოსეს დროს გამოვიდა ეს ბრძანება და იძულებული გახდებოდა ოჯახი, რომ მოეკლათ საკუთარი შვილი. უფრო სწორედ თვითონ არ ასრულებდნენ ამას აკეთებდნენ ბიბლიაში წერია რომ თითქოს და ეს ბებია-ქალები პირველად იყვნენ ებრაელები, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია რომ ებრაელის შვილი მოეკლა. ამიტომ ფარაონი ცulis ამ ბრძანებას და შემდეგ უკვე ეგვიპტელებს დაავალებს, ისინი ჩამოივლიან პერიოდულობით იქ სადაც ებრაელები ცხოვრობენ და ახალ დაბადებული შვილი აუცილებლად მდინარეში უნდა დაახრჩონ, ანუ ნილოსი იქ არ ჩამოდიოდა, მაგრამ იქ შენაკადები იყო მდინარე ნილოსის და აი ამ არხებში უნდა დაეხრჩოთ ეს ბავშვები და რა თქმა უნდა ეს ხორციელდებოდა და ამას აღასრულებდნენ ისინი. ის რომ ისინი ეგვიპტელები იყვნენ, მათი სახელებიც გვეუბნება ამის თაობაზე, ფუა და სეფორა ერქვათ, ორი ქალია დასახელებული, რომლებიც მონაწილეობდნენ აი ამ სადამსჯელო ოპერაციებში, ბავშვების დახოცვაში. ისინი ეგვიპტური წარმოშობის სახელებია, ფუაც და სეფორაც, ამიტომ დიდი ალბათობით ებრაელმა ქალებმა ეს მისია არ შეასრულეს, ვერ შეასრულებდნენ ისინი და შემდეგ ამას უკვე ეგვიპტელები აკეთებენ. ამ დროს ოჯახში იბადება მოსე და ისეთი ლამაზი იყო მოსე შესახედავად, რომ დედა და თუ არ გაატანდნენ ბავშვს და არ მოხდებოდა ეს დასჯა მისი, შესაძლებელია ეს საფრთხე სხვა ოჯახის წევრებსაც დაბრუნებოდათ იმისათვის, რომ ისინი დაესაჯათ სიკვდილით, რადგანაც მათ დამალეს შვილი. ამიტომაც 3 თვეს მალავდა დედა მოსეს. ძალიან ბევრგან არის მოსეს სილამაზეზე საუბარი, სხვათა შორის სტეფანე პირველ მოწამეც ამბობს, რომ ის იყო ღვთისათვის ძალიან სათნო და საყვარელი, მის გარეგნულ სილამაზეზე არაერთხელ ყოფილა საუბარი და მიუხედავად იმისა, რომ დედა და ვერ ეგუება ამას, ერთი ის რომ შვილი უნდა გაატანოს მოსაკლავად და მეორე ის რომ ძალიან ლამაზია, კარგია, ასე წერია წმინდა წერილში, ანუ შესაქმეში არის ეს სიტყვები გამოყენებული და აქაც დაახლოებით იგივე სიტყვებია გამოყენებული იმის აღსანიშნავად, რომ მოსე გარეგნულად ძალიან ლამაზია. ვერ წინააღმდგა დედა აი ამ სიყვარულს, იმიტომ რომ სხვა შვილებიც ყავდა მას, მათ ინტერესებზეც სრუნავდა იგი და ასეთი რამ მოიფიქრეს მათ, გააკეთებენ პაპირუსის მასალად გამოიყენებენ პაპირუსს, რაზეც შემდეგ დამწერლობაც ხდებოდა ხოლმე, ეცოდინება ჩვენს მსმენელს და მაყურებელს რა არის ეს პაპირუსი. მას ეგვიპტელები მცირე ზომის ნავებისთვის იყენებდნენ. დაწნავენ მას, გააკეთებენ კიდობნაკს, ძველ ქართულად, ახალ ქართულად კიდობანი, ანუ კალათი, უფრო გასაგები რო იყოს, მაგრამ იქ კიდობნაკი წერია. და სწორედ ეს კიდობნაკის გაგრძელებაა, რაითაც ნოე და მისი შვილები გადარჩენ თავის დროზე, როდესაც მათ კიდობანი გააკეთეს და ამ კიდობნით გადარჩენ ისინი. ახლა ნილოსის ტალღებში სწორედ ამ კიდობანმა უნდა გადაარჩინოს ის, რომელიც გახდება შემდგომში ებრაელი ერის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი, რომელიც ებრაელ ერს გამოიყვანს ეგვიპტის ტყვეობიდან. ასე მოიფიქრეს ოჯახმა ეს 3 თვე წყალდიდობებს უკავშირდება, როგორც ბიბლიის ავტორი ამბობს, ამ დროს მდინარეები ადიდებულია, როგორც ჩანს, აი ეს დამსჯელები ვერ მივიდნენ იქამდე, რომ მოსეც წაეყვანათ და ისიც დაეხრჩოთ. კი მალა დედამ 3 თვე, მაგრამ შემდეგ ღმერთს მიანდო მისი ცხოვრება, როგორც წმინდა წერილი ამბობს და მარიამი გააყოლა თან და კალათი წაიღეს იქ, ანუ კიდობნაკი წაიღეს იქ, ის გაფისეს შიგნიდან, რომ წყალი არ შესულიყო შიგნით და
გაატანეს წყალს ისეთ ადგილას, სადაც დიდი დინება არ იყო და იქ ბალახი იყო და შეიძლებოდა ის გაჩერებულიყო იქ და ეს არის ადგილი, სადაც ფარაონის ქალიშვილი ბანაობს, საბანაოდ ჩამოდის. დედამ იცის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და ამიტომაც განზრახვაც ასეთია, რომ იქ დატოვონ კიდობანი, სადაც უნდა გამოვიდეს ფარაონის ქალიშვილი საბანაოდ. წმინდა მამა ეფრემასური ამბობს, რომ ფარაონის ქალიშვილი სულ არ აპირებდაო ამ დროს ბანაობას. მზის თაკარა სხივებმა აიძულესო ისე, რომ ჩამოსულიყო მდინარეზე და ის ენახა მას ყრმა, რომელიც არის კიდობნაკში ჩაწოლილი. როდესაც მან დაინახა ეს კიდობნაკი და მასში ყრმა, მან იფიქრა, რომ ღმერთებმა მას საჩუქარი გამოუგზავნეს და ეს იყო მისი უშვილობის წამალი, ის უშვილო იყო, გამორჩა ალბათ არ მეთქვია, უშვილო იყო და ძალიან განიცდიდა ამას, მან თავის ღმერთებს მიაწერა ეს, რომ ღმერთებმა მას საჩუქრად გამოუგზავნეს და გადაწყვიტა მან, რომ ეშვილა იგი. ის მიხვდა, რა თქმა უნდა, რომ ეს ებრაელი ბავშვი იყო და ებრაელებსა და ეგვიპტელებს შორის იყო აი საშინელი კონტრასტი, მათ ერთმანეთთან დალაპარაკებაც კი არ უნდათ, მით უფრო რომ ბავშვი გაეზარდათ მისი. მაგრამ ესეც რაღაც საღვთო ზეშთაგონებით ხანდახან ასეთ ადამიანებსაც გამოიყენებს ღმერთი იმისათვის, რომ საღვთო მადლი აღსრულდეს და ის გადაწყვეტს, რომ აუცილებლად უნდა გაზარდოს მან ეს ბავშვი. მაგრამ მას ეშინია იმისი, რომ ეგვიპტელი ძიძები მას არ გაუზრდიან ამ ბავშვს. შეიძლება მათ მოკლან. ამიტომაც მარიამი გამოჩნდება იქ შემწეთ და შუამავლად და მარიამი შეთავაზებს, რომ მას შეუძლია, ის მოზრდილი გოგონაა უკვე, მას შეუძლია, რომ მიუჩინოს მათ ებრაელი ძიძა, რომელიც გაზრდის მათ. ესეც სათნო აღმოჩნდება ფარაონის ქალიშვილისთვის და ის დათანხმდება, რომ მოსე გაიზარდოს ძიძის ოჯახში და შემდგომში, როდესაც მას რძი აღარ დაჭირდება, ის დაუბრუნდეს უკვე ფარაონის ოჯახს. გრიგორ ნოსელი ამბობს, რომ არ ინებაო მან ეგვიპტური რძით გამოკვებაო, საკუთარი დედის რძით იკვებებოდა 3 წლამდე. იგივე სტეფანე პირველმოწამე ამბობს, რომ 3 წლის ასაკში, რაც ის თავის დედასთან ერთად იზრდებოდა, ყველაფერი იცის თავისი ერის შესახებ. აბსოლუტურად ყველაფერი ასეთი საოცარი ისტორია მაქვს საკითხული და მინდა გაგიზიაროთ თქვენც და იმედია ჩვენი ტელემოყურებელი ამას სწავლებად არ მიიღებს. მე როდესაც ძველი აღთქმის საკითხებზე მუშაობდი, მაინტერესებდა რას წერდნენ თვითონ ებრაელები ამის თაობაზე, არა მხოლოდ მოსეზე, არამედ საერთოდ. და 2000-იან წლებში გამოდიოდა ასეთი დილის გაზეთი, სადაც დაიბეჭდა ბატონი ჯემალ აჯიაშვილის ასეთი წერილი გახსოვდეს ეგვიპტიდან შენი გამოსვლის დღე. და ის ებრაულ რაბინულ გადმოცემებზე არის დაფუძნებული ეს ინფორმაციები, რაც იქ მაქვს საკითხული და მინდა გაგიზიაროთ თქვენც ასეთი ისტორია. მოკლედ, როდესაც მოსე მიიყვანეს ფარაონის სახლში, უცებ შეიკრიბდნენ იქ ქურუმები, ვარსკვლავად ფრიცხველები და ასე შემდეგ და ფარაონს შეახსენეს, რომ არის ასეთიო წინასწარმეტყველებაო, რომ შეიძლება შენ სახლშიო გაიზარდოსო ისეთი ვინმეო, ვინც შენ მეფობას დაასრულებსო. ამიტომ უნდა შევამოწმოთო ეს ყრმაო ჭკვიანიაო თუ არ არისო ჭკვიანიო. და მიიყვანესო იგი და 2 გობი დაუდგესო წინ. ერთში იყო გავარვარებული ნაღვერდალი და მეორეში ოქრო. თუ ოქროსკენო წაატანს ხელსო და ოქროსკენ წაიღებს ხელსო, ის ჭკვიანიაო და ის საფრთხეს მოუტანსო შენს მეფობასო. და თუ ნაღვერდალისკენ წაიღებსო, არ იქნებაო ის საშიშიო და შეიძლება ის ვიშვილოთ და აღზარდოთ.
მართლაც ყრმა მოსემო ხელიო ოქროსკენ წაიღო და უცებო უფლის ანგელოზმაო რომელიც ღმერთმა გამოაგზავნაო ხელი უბიძგაო მასო ფრთითო და ეს ხელიო ნაღვერდალისაკენ წაიღო მანო ნაღვერდალშიო დაეწვაო მას თითები და ინსტინქტურათო მან ეს თითები პირისკენ წაიღო მას დაეფუფქაო პირის ღრუღდა ენა და ამიტომაც არისო მოსე წინასწარმეტყველი ენა ბრგვილიო ნუ ალბათ უფრო სახალისო ისტორიას გავს მაგრამ იმედია ჩვენი მაყურებელი ამას სწორად გაიგებს და ამას სწავლებად არ მიიღებს როგორც უკვე ვთქვი ის აღიზრდება როგორც გითხარით საკუთარ სახლში 3 წლის განმავლობაში და შემდეგ ბრუნდება უკვე ფარაონის ოჯახში სადაც შესანიშნავ განათლებას მიიღებს იმ დროისთვის რაც ალბათ საჭირო იყო და აუცილებელი იყო ის საკმაოდ წარმატებული იქნება და ეს არის უკვე აქ ბიბლია არაფერს არ ამბობს აი ამ 40 წლის შესახებ და პირდაპირ ხდება ასეთი რამ ის გამოესარჩლა ერთ-ერთ ებრაელს რომელსაც ჩაგრავდა ეგვიპტელი და როგორც ჩანს ეს გამოსარჩლება ცოტა ხისტი აღმოჩნდა და მას ეს ეგვიპტელი შემოაკვდება მოსეს ეს ამბავი თითქოს და მიიჩქმალა და ვერავინ ვერ გაიგო ამის თაობაზე მაგრამ ხდება შემდეგ მეორე შემთხვევა ორი ებრაელი ჭუბობს და აქაც ჩაერევა მოსე და ცდილობს მათ დაზავებას და გაშველებას და ერთ-ერთი წამოაძახებს მას რომ შენ ასე ხო არ გინდაო გააკეთო როგორც ეგვიპტელთან მიმართებაში გააკეთეო ეს იმდენად საცნაური გახდება უკვე ყველასათვის რომ მოსე იძულებულია ქვეყანა დატოვოს ერთი საინტერესო ცნობა ამასთან დაკავშირებით წმინდა წერილში არა დაკონკრეტებული ვინ არის ეგვიპტელი რომელიც მოსემ მოკლა მე ნახე ასეთი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არსენ კათალიკოსის მე-11 საუკუნის მოაწემ ჩვენი არსენ კათალიკოსის ნაშრომში რომელიც იოანე ზედაზდელს ეძღვნება მის შესავალში არის ასეთი ცნობა რომ ეგვიპტელი რომელიც მოსემ მოკლა იყო ფარაონის სიძე ახლა სამწუხაროდ წყაროს არ მიუთითებს არსენ კათალიკოსი და არ ვიცით რამდენად სწორია ეს ინფორმაცია მაგრამ ყოველ შემთხვევაში სიმართლესთან ალბათ ახლოს უნდა იყოს ახლა ფარაონის სახლში გაზრდილი ფარაონის ქალიშვილის ნაშვილების შვილი რიგითი ეგვიპტელის მკვლელობისთვის ალბათ ქვეყანას არ დატოვებდა ალბათ ეს არის ან შეიძლება თავისი ასე ვთქვათ მამობილიც ანუ ფარაონის ქალიშვილის სიძე ან შეიძლება სხვა ქალიშვილის სიძე ყოველ შემთხვევაში ასეთი კონკრეტიკისაგან თავს შევიკავებ იმიტომ რომ არ ვიცით ნამდვილად ეს როგორც გითხარით არ გვაქვს უფრო მეტი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ის იძულებულია გაიქცეს თავისი ქვეყნიდან დატოვოს ქვეყანა და მიდის სად მადიამის ქვეყანაში მადიამის ქვეყანა არის არაბეთის ნახევარკუნძული სადაც ცხოვრობენ ეთნიკურად სემიტები და უფრო მეცაც გეტყვით იქ ცხოვრობს აბრაამის და ქეტურას ჩამომავალი მადიამი ერთ-ერთი ვაჟი შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს რომ სარას გარდაცვალების შემდეგ აბრაამი არის 100 წლის და შემდეგ ის შედის ახალ ქორწინებაში აბრაამი 175 წლის გარდაიცვლება მას ცოლად ჰყავს ქეტურა რომლისაგანაც შეეძინება მას 5 ვაჟი ერთ-ერთს ქვია მადიამი და ეს მადიამის ქვეყანა სწორედ ამიტომ იწოდება ალბათ არა მთლიანად არაბეთის ნახევარკუნძული არამედ არაბეთის ნახევარკუნძულის რაღაც ნაწილი რომელიც ძალიან ახლოს არის ებრაელთა ეგვიპტის ქვეყანასთან და მათ ესეთი საზღვარი აქვთ მეწამული ზღვის კვეთაზე იქ მიდის ჩემ სტუდენტებს, როდესაც პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევოდი, ესეთ ჩამჭრელ კითხვათ ვეკითხებოდი ხოლმე, რატომ გაიქცა მეთქი მოსე წინასწარმეტყველი
მაინდა-მაინც მადიამის ქვეყანაში მეთქი და თუ კარგად არ მეცადინებობდნენ, ვამჩნევდი რომ მათ არ იცოდნენ აბრაამის და ქეტურას შვილები და რატომ იყო იქ მადიამის ქვეყანა და რატომ იყვნენ ისინი ებრაელების მონათესავე ხალხი. ის მიდის მადიამის ქვეყანაში, როგორც გითხარით და რაღაც თითქოს ისტორია მეორდება, როდესაც იაკობი მიდის თავისი ცოლის მოსაყვანად და ის გამოესარჩლება იქ რაქილს და ლიას, როდესაც ისინი ჭასთან იმყოფებიან. აქაც ჭა ესეთი ადგილია, ესეთი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი. აქ წყდება უნიშნელოვანესი საკითხები და არის იქ მღვდელი იოთორი, ორი სახელით არის ის მოხსენიებული წმინდა წერილში, იოთორი და რაგუელი. და მის ქალიშვილებს გამოესარჩლება, 7 ქალიშვილი ყავდა მას და შემდგომში ერთ-ერთი სეფორა გახდება მისი მეუღლე, რომლისაგანაც მას შეეძინება 2 ვაჟი, გერსემი და ელიაზარი. აქვე გეტყვით, რომ გერსემის წინა დაცვეთა მოხდება, ელიაზარის არ მოხდება, ელიაზარი უმცროსი იყო, სხვადასხვა აზრი არსებობს ამასთან დაკავშირებით. ერთნი ფიქრობენ, რომ შესაძლებელია სეფორას უნდოდა, რომ ის მამისეულ კვალს გაყოლოდა და სხვა რელიგიური ჩარჩო არ ქონოდა მას, ანუ მამამისი მღვდელი იყო, რა თქმა უნდა, არა იუდეველი, არამედ იმ ქვეყნის, სადაც ის ცხოვრობდა. სეფორა ჩიტს ნიშნავს. ესეთი თარგმანი აქვს მას. 40 წელს გაატარებს მოსე მადიამის ქვეყანაში, როგორც მაშინ ვამბობდით, იაკობმა გაათავისუფლა თავისი ცოლი და ცოლის დები აი ამ მძიმე საქმისაგან, მწყემსობისაგან. ესე არაბული ქვეყნებისთვის ქალის მწყემსობა არანაირ რაღაც პატივის აყრად არ ითვლება, პირიქით ისინი ხალისით აკეთებენ ამას. მაგრამ მოსე მიტვირთა ეს სიმძიმე და ის მწყსიდა ცხვარს თავისი სიმამრისა. როგორც გრიგორ ნოსელი ამბობს, ეს არის პერიოდი მეორე 40 წლეული მოსესთვის არის განწმენდისა და განათლებისა და განწმენდის და მჭვრეტველობის პერიოდი. თუ მანამდე ის ფიქრობდა, რომ მას შეეძლო ებრაელი ერის გათავისუფლება, მე გითხარით, რომ მან ყველაფერი იცის თავისი ოჯახის შესახებ და თავისი წარმომავლობის და ამ ერის ისტორია, თავისი საკუთარი ერის ისტორია. ახლა აი ამ მდგომარეობაში მან უკვე უნდა გააცნობიეროს, რომ ეს მხოლოდ ღვთის ძლიერ მარჯვენას შეუძლია და ერთი კონკრეტული ინდივიდი, ამ პიროვნება ღვთისნების გარეშე ამას ვერ გააკეთებს. და ახლა მივედით უკვე მთავარ თემასთან, რომელიც არის უკვე გამოცხადება სინაზვთაზე, რაც გახდება საფუძველი მოსეს დაბრუნების ეგვიპტის ქვეყანაში და იქ აი დიდი საქმის დაწყება, რასაც ებრაელი ერის გამოხსნა ქვია. თქვენ გეკნებათ ალბათ შეკითხვა, ქალბატონო მარინა, რამდენი ვისაუბრე მე და თუ გქნებათ დავკონკრეტე რომელიმე საკითხით. ძალიან საინტერესოა, რასაც ვზანებთ, იმიტომ რომ უამრავი ინფორმაცია, რომელიც არის თითქოს ცარიელი ადგილი წაკითხვის დროს, თქვენ ამას ავსებთ. ახლა თუნდაც აი ამ ისტორიული წანამძღვრებით და გადმოცემებითაც, იმიტომ რომ გადმოცემები იუდაური არსებობს, იმიტომ რომ მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსე წინასწარმეტყველი. და აი როდესაც ეს 40 წელი ატარებს ის თავის ოჯახთან ერთად, მართლაც ეს არის დუმილის პერიოდი, თითქოს ის ჩუმად არის, განრიდებაშია და უღრმავდება თავის თავს და თან უფლისწულობიდან გახდა მწყემსი, ესეც ხო ძალიან კარგად შენიშნეთ ქალბატონო მარინა, მას დიდი პერსპექტივა ელოდებოდა, მე ძალიან უბრალოდ თქვი და არ დავაკონკრეტე, მას არაა გამორიცხული, რომ უფრო დიდი პატივი ელოდებოდა გარდა ის, რომ ის ფარაონის ქალიშვილის შვილობილია. მას დიდი პერსპექტივა ელოდებოდა, მაგრამ მან ამას ყველაფერს თავისი ერის სიყვარული ამჯობინა და აი ამ გზას დაადგა იგი. სადაც მოსე ცხვარს მწყემსავდა, ეს არის ქორების მთები, ეს არის გრძელი უღელტეხილი
ქორების საზოგადო სახელია ამ მთების, აი როგორც კავკასიონის მთები და მაგალითად კონკრეტული მწვერვალი რო ავიღოთ. სინაი არის ერთ-ერთი ასეთი ადგილი, სადაც წყემსებს ცხარი არ აყავდათ თურმე. რაღაცნაირად იქვე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იყვნენ ეთნიკურად ებრაელები და ასე ვთქვათ, მონათესავეები იყვნენ და მათ ეს რჯული არ ჰქონდათ, რომელიც ებრაელებს ის წმინდა მთად ითვლებოდა. ამიტომაც იქ ხედავს მოსე მაყლოვანს, რომელიც იწვის მაყვალი იცით როგორი რბილი მერქანია, მას ცეცხლს რომ წაუკიდებ, სულ რამდენიმე წუთში ის აბსოლუტურად ნადგურდება. ესეთ შემთხვევით არ იყო რომ მაყლის ბუჩქი იხილა მან, ამას შემდგომ რა თქმა უნდა აუცილებლად შევეხებით და დავკონკრეტდებით ამ საკითხებზე. ხედავს ის მაყლოვანს, რომელიც იწვის და არ ნადგურდება. წმინდა მამების განმარტებით ეს არის ებრაელი ერი, რომელიც იმყოფება მძიმე ტანჯვაში, ისინი მძიმედ და ტკივნეულად განიცდიან ამას ყველაფერს, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი არ ნადგურდებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ მაყვალი კი იწვის, მაგრამ ის არ ნადგურდება. და ესმის მას ხმა, ღვთის ხმა, რომ მან უნდა გაიხადოს აუცილებლად ფეხზე და ისე უნდა მიახლოს აი ამ მაყლოვანს, რადგანაც ადგილი, სადაც მას ფეხი უდგია, ეს ადგილი არის წმინდა. შეიძლება ითქვას, რომ 400 წლიანი პაუზის შემდეგ პირველია მოსე, რომელიც ღვთის ხმას იგებს და არათუ იგებს, არამედ უშუალოდ ელაპარაკება მას ღმერთი. და აუწყებს მას აი ამ მისიას, რა მისიაც მას უნდა დააკისროს, ეს არის ის, რომ ის უნდა დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, უნდა შეკრიბოს იქ უხუცესები, უნდა დააყინოს მან საკითხი ებრაელი ერის გაშვების თაობაზე. ის რაც ეგვიპტელებისათვის, როგორც ჩანს, ძალიან მტკივნეული იქნებოდა. ერთი ის, რომ ისინი კარგავდნენ ძალიან იაფ მუშახელს და ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნებოდა. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ ეგვიპტე ამ დროისთვის არის დაახლოებით 7 მილიონიანი ქვეყანა. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს მათ მომიჯნავედ ეგვიპტის მიწაზე და პერსპექტივაში არ იცი ესენი რას გააკეთებენ, მათ როგორც ჩანს ჰქონდათ ესეთი შიში, რომ შესაძლებელია ჰიქსოსების დაბრუნება განმეორებულიყო. თუ ჰიქსოსები დაბრუნებოდნენ და ისინი დაბრუნდებოდნენ აუცილებლად ჩრდილოეთის მხრიდან, შესაძლებელია ებრაელები მათ მიმხრობოდნენ კიდევაც. იმიტომ რომ ისინი ასეთ მძიმე ყოფაში იმყოფებოდნენ. და შესაძლებელია ასეც მოხდა. ეს შიშები აწუხებდა ფარაონს, რა თქმა უნდა. ამიტომ არის შემდგომში, რა თქმა უნდა, ამას შემდეგ დაუბრუნდებით. აი ეს გაჯიუტება ფარაონის, რომ ის არანაირად არაა თანახმა იმაზე, რომ ებრაელები გაუშვას თავისი ქვეყნიდან. მოსე არის წმინდა წერილი ამბობს ასეთ სიტყვებს და მინდა ხაზგასმით თქვა, რომ ასეთი თავმდაბალი ადამიანი ღმერთს არ უნახია, როგორც მოსია. ეს არის ღმერთის შეფასება მოსესთან მიმართებაში. ასეთი თავმდაბალი ადამიანი არ ყოფილა არავინ დედამიწაზე. მას აძლევს აი ამ მისიას, რომ მან ეს მისია უნდა შეასრულოს, მაგრამ მოსე არის წინააღმდეგი ამისი. მას ერის მამობას, ერის შვილობა ურჩევნია და ამიტომაც ის ცდილობს რამენაირად აიცილოს აი ეს საუფლო ტვირთი, რომელიც მას უნდა დააკისროს ღმერთმა. მაგრამ ღმერთი მას მისცემს ნიშებს, სასწაულებს, მოსეუბნება მას, რომ რა უთხრაო, ვინა ვარო, ვინ გამომაგზავნაო, შენზეო რა უთხრაო, ვინ მაგზავნისო. და აქ არის აი ეს სიტყვები, მე ვარ, რომელი ვარ. ხო, ანუ ეს არის ის ღმერთი, რომელიც თავის დროზე ეცხადებოდა მამამთავრებს ასწლეულების განმავლობაში და ეს ისევ ის ღმერთია, რომელმაც დაინახა აი ეს დიდი ტკივილი, ებრაელი ერის დიდი ტკივილი, მწუხარება და როგორც ჩანს ღაღადისიც ალბათ, რომელმაც შექმნა სამყარო. დიახ, და აი ეს გახდა საფუძველი იმისი, რომ დასრულდა ეს კალბატონო მარინა 400 წელიც დასრულდა.
და აუცილებლად ეს ერი უნდა გათავისუფლდეს. ღვთის სიტყვა აუცილებლად უნდა აღსრულდეს და სასწაულებს აჩვენებს მოსეს, თავდაპირველად მას ხელი კეთროვანი გაუხდება, უბეში ჩაიყოფს და ამოიღებს და ის ისევ სუფთა იქნება. კვერთხი, რომელიც უჭირავს მას ჯოხი, ის გადააგდებს და ის გველად გადაიქცევა და შემდეგ ისევ კვერთხად და წყალი, რომელიც მოსეს ჰქონდა, დაღურის და ეს ისხლად გადაიქცევა. ეს იყო სამი ნიშანი, რაც მოსესთვის საფუძველი უნდა გამხდარიყო იმისი, რომ ის ნამდვილად ღვთისაგან იგზავნება, ну როგორ ჩანქონდა საცდური, ეს რაღაც საცდურ რაიმე ხო არ არის, როგორც იტყვიან, ამოსვინდა წერილი და უნდა შეასრულოს მან ეს დავალება. შემდეგ მოიმიზეზებს ენაბრგვილობას, ეთქვის რომ მეო ენაბრგვილი ვარო და ამისიასო ვერ შევასრულებო, გამიჭირდებაო კომუნიკაციაო ხალხთანო. საინტერესო აზრები მაქვს წაკითხული ამასთან დაკავშირებით, ეს ასე ვთქვათ ვერბალურად უნდა გავიგოთ ეს სიტყვები თუ არ უნდა გავიგოთ, შესაძლებელია აქ სხვა რაღაც იგულისხმებოდეს. მას შეიძლება სამეთყველო ენა, რომლითაც მას ებრაელებთან უნდა ესაუბრა, ისეთი კომუნიკაბელური არ იყო და ამას ის ვერ შეძლებდა, რადგანაც მან ფაქტიურად 80 წელი გაატარა თავისი ეთნოსის გარეშე და შესაძლებელია ეს ენა მას დავიწყებული ქონოდა. სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, აღარ დაუღლი ამით ჩვენს ტელემაყურებელს. მოკლედ ბოლოს ის იძულებულია, რომ დათანხმდეს ღვთის ნებას, დაემორჩილოს ღვთის ნებას. ის ბრუნდება სახლში, თავის ძოლს ეტყვის იმის თაობაზე, რომ უნდა წავიდეს და დაბრუნდეს ეგვიპტეში თავისი ხალხის მოსანახულებლად, სხვათა შორის თავის სიმამრს არ გაუმხელს ნამდვილ მიზეზს, მას არ ეტყვის, რომ მას გამოცხადება ჰქონდა, უბრალოდ ეტყვის მას, რომ მას მოენატრა თავისი ხალხი და უნდა წავიდეს თავის ხალხთან და უნდა ნახოს ისინი ცოცხლები თუ არიან ისინი და როგორ არიან ისინი. აი ეს არის მიზეზი, რის გამოც ის ეფრემასური ამბობს, რომ შესაძლებელიაო მას არ ქონდა ისეთი ახლო დამოკიდებულება თავის სიმამრთან, რომ ახლა ასეთი დეტალებიო გაემხილაო მისთვისო. და აქ უფრო მოსაწონი აზრია ქალბატონო მარინა, მეორე ამასაც გეტყვით ვარიღამ, რომ ის თავმდაბლობის გამოაკეთებს ამას, მას ახლა თავის სიმამრისთვის რო აიხსნა, რომ აი მე ერთი გამომეცხადა და ასე თავმდაბალია ეს, ამიტომაც ვამბობთ, რომ მოსესნაირი კაცრავად ეხლა ასეთი თვინიერი ადამიანი დედამიწის ზურგზე არ არის. თვინიერი ადამიანი დედამიწის ზურგზე არ არის. ეს კიდე იმ ბოლო 40 წელიწადში გამოჩნდება და სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, მამაო, გისმენთ საოცარი ყურადღებით, დიდი მადლობა და აქვე გითანხმდებით, რომ უახლოეს მომავალში გავაგრძელებთ, რომ მე რაღაცნაირად ერთად შევკრათ ეს გადაცემები, რომელიც იქნება. ჩვენი დიდი ხნის მეგობრობა ქალბატონო მარინა მე არ მაძლევს იმის უფლებას, რომ თქვენ უარი გითხრათ სხვა გადაცემის ჩაწერაზე. ძალიან ბედნიერი ვარ ამით, მამა, უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. ასეთი საინტერესო საუბრისთვის და ასეთი გაცოცხლებისთვის. ძველი აღთქმის გაცოცხლება ხდება ახლა, რომ ეს ნამდვილად ცოცხალი ღმერთის ცოცხალი ისტორიაა. დიდი მადლობა და მადლობა თქვენ. მე კი შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანი, თბილისის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.